გაგიძვირდათ მსრობა სამაგიეროდ ტყე აჩუქა ღარიბაშვილმა მის მეუღლეს. გაგიძვირდათ პროდუქტები დამშვიდით ნარმანია მის მეუღლეს 10 ჰექტარი დაათრევინა საბადურის ტყეში. აი პირველადი მოხმარების პროდუქტები ყველაფერი გიძვირდებათ. სესხის პრობლემა გაქვთ, ანუ ადამიანებს განათლებას ვერ აძლევთ, თქვენ შვილს არა უშავს. იქ ფარცხალაძე მილიონერი არის. დაახლოებით ეს რიტორიკა აქვს ქართულოსებას და ამასობაში არ შემეძლია კოლ-ცენტრებზე ავთქვა რა. აუხსნათ მაყურებელს, ესე იგი რეკავენ ატყუებენ სადებინებენ რაღაც ადამიანებს ოღონდ უნდა იცოდეს ხალხი. მე კოცები ამას რაში იყენებენ? ჯერტი რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლილუაშვილია პირადად ჩართული და მფარველობს ამ ბიზნესს, საქართველოში ჩემი ინფორმაციით, ჩემი დათვლით, რაც სხვათა შორის გამოძიების დაწყების აიძულე ფაქტობრივად ხო და შესაძლოა გამოკითხვაზეც ვიყავი, კიდევ არ აგერ პირდაპირ ეთერში და ვამბობ, შემიძლია დამატებით ახალი ინფორმაცია მოგცეთ. 1,5 მილიარდ ლარზე მეტი შავი ფული ტრიალებს და იცით თქვენ ბაჩალიაშვილის საქმე, რასაც შეეწირა ეს ახალგაზრდა გოგო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად აი ამ კოლ-ცენტრების საქმეში იყო ეს საწყალი ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, გარეული სხვათა შორის ამაზეც გავაკეთეთ განცხადება, გამოძიებას ეს ყველაფერი ფეხებზე კიდია, უბედურ დღეში ყავთ იქ ახალგაზრდები. საქმეს ბოლომდე მიყვებით, დედაქალაქში არის ასეულობით ოფისი, ვაკეში კონკრეტული მისამართები ვიცი, საბურთალოზე კონკრეტული მისამართები, აგერ ბათუმში საერთოდ სასტუმროები დაუთმეს, საიდანაც კონკრეტულ 100,000-ობით ადამიანს ურეკავენ და მე ამ 1,5 მილიარდ ინაწილებს ლილუაშვილი, ინაწილებს უჩა მამაცაშვილი, ინაწილებს ფარცხალაძე და იმნაწილებენ ის კრიმინალები, რომლებიც უბან დაყოფილი ყავს და ვიღაცებს მიკაძეებს რაღაცა რამდენიმე ოფისი აქვს იქ ვიღაცებს და მე რო იცოდეთ ქართულ ოცნებაზე უფრო აგრესიულები რო ხვდებიან ხოლმე ვიღაცა მოძველი ბიჭო ელემენტები იცოდეთ რომ ამ შავი ფულით ფინანსდება მათი დიდი უმრავლესობა როგორც ეს არის ისეთი ფული თავს რომ არ იტკიებენ აი ესეთი ფულია პირდაპირ ოფისები ერთი ოფისი დაახლოებით 1,000,000 ლარს წერს თვიდან თვემდე